ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2021 წლის პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 9. ორი დამუხტული ერთი ზომის ლითონის ბურთულას შეხებისას პირველი ბურთულას ქუმუხტი სამჯერ შემცირდა და გახდა ქუმესამედიო და გვეკითხებიან რისი ტოლი იყო მეორე ბურთულას თავდაპირველი მუხტიო. ჩავწეროთ მოდით მოცემულობა, რა გვაქვს მოცემული. მოცემული გვაქვს რომ ორი დამუხტული ერთი ზომის ლითონის ბურთულა გვაქვს, ანუ ზომები არის ერთნაირი. და თავიდან დაშორებულები იყვნენ და თავიდან ესე იგი პირველის მუხტი იყო Q და შემდეგ პირველის მუხტი იყო Q, შემდეგ Q2 მეორეს მუხტი მოდით აღნიშნოთ რაღაც Qx-ის და ეს Q1 და Q2 ერთმანეთს რო შეახეს, ეს Q შემცირდა სამჯერ, ანუ გახდა Q1' 3 Q-სტოლი. არა, სამჯერ შემცირდა ხო, Q-მესამედის ტოლი გახდებოდა, რა თქმა უნდა. და გვეკითხებიან აი ეს პირველი მეორე მუხტი ის ტოლი იყო მეორე ბურთულას მუხტი, ანუ Qx გვეკითხებიან ამ შემთხვევაში, ხო? მოდი ავიღოთ ახლა ორი ბურთულა, რო წარმოვიდგინოთ. ამის მუხტი იყოს Q1 არის ეს პირობითად, რომელიც Q-სტოლია, რაღაც მანძილით დავაშოროთ ორი ბურთულა გვაქვს, ეს არის მეორე ბურთულა Q2 უდრის Qx-ი და თავიდან რაღაც მანძილით, მანძილით არიან პირობითად დაშორებული. მე ავდექით და ეს ორი ბურთულა ერთმანეთს შეახესო და რა მოხდა ეს Q1 რომელიც Q-სტოლია სამჯერ შემცირდა, ანუ აი ეს მუხტი Q1' ტოლი გამხდარა Q-მესამედის. და გამომდინარე ახლა იქიდან რომ ეს ბურთულები ერთი ზომის არიან, ნუ შეხებისას რა მოხდება? ზომები რადგანაც ერთნაირია, ორივე ლითონის ბურთულა არის, შესაბამისად ეს მუხტები თანაბრად ნაწილდება. ანუ ეს ამ პირველის მუხტი Q1' Q-მესამედი გახდა, მეორეს მუხტიც Q2' უნდა გახდორიყო ესეც Q-მესამედის ტოლი. და ახლა მოდით გამოვიყენოთ მუხტის შენახვის კანონი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ თავდაპირველად რა მუხტის ჰქონდა, თავიდან ჰქონდა Q1 + Q2, ტოლი უნდა იყოს შეხების მერე მუხტების ჯამის Q1' + Q2'. Q1 არის Q-სტოლი, დამატებული Q2 არის Qx-ის ტოლი, ეს ტოლი იქნება Q1' და Q2' ერთმანეთის ტოლია, ანუ Q-მესამედი გვექნება. Q-მესამედი + Q-მესამედი არის 2 Q-მესამედი და მოდი დავწეროთ პირდაპირ, საიდანაც Qx-ისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის 2 Q-მესამედს გამოკლებული Q. გავაერთთ მნიშვნელიანად, საერთო იქნება 3, ზემოთ იქნება 2Q-ს - 3Q. ეს კი ტოლი არის -Q-მესამედის. ესე იგი საბოლოოდ თუ დავწერთ, საძიებელი Qx მუხტი შეხებამდე ტოლი ყოფილა -Q-მესამედის. შესაბამისად პასუხი იქნება ამ შემთხვევაში B.